ვინც აწითქოს ქოცი არაეფექტური მმართველიო, დებილი მენეჯერიო, მიზნების ამორჩევა არ იცისო, პოპულისტიო, ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა 2011 წლიდანო, იმას გული გაუფოს დანამა. თქვა კაცმა, ძალიან მაღალი ფასებია ქვეყანაში და უნდა დავწიოთ. და თქვენ რა ქენით? დაიწყეთ ღლიცინი, რის დამწევები ხართ, რა გესმით ბაზრის წესების, ტერმინ ფასნამაც არასწორად იყენებთო, ეკონომიკა რუსეთში გამდიდრებული ფარცულშიკისგან გაქვთ მასწავლიო. და შედეგი რა მივიღეთ? პირველი შედეგი. სუსმა დაიწყო გამოძიება, რატომაა საქართველოში უფრო მაღალი ფასები ვიდრე ევროკავშირში. სუსმა ხალხო, მაიორი მამუკა მდინარაძე პირადად კურირებს გამოძიებას ახლა. მეორე შედეგი. შეიქმნა სამთავრობო კომისია. იმ ხალხისგან, ვინც თავს მთავრობას უწოდებს. სამთავრობო კომისია შეისწავლის სუსის მასალებს და იფიქრებს მერე როგორ უშველოს ამ საქმეს. და შედეგი მესამე. დეზერტირების ბაზარში უკვე გაიაფთა გოჭი და ინდაური. საცხობებში კი გაქრა რიგი თონის პურზე. და ეს მოხდა სულ რამდენიმე დღეში. მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ ხმა აღიმაგლა კარტელური გარიგებებისა და მარკეტინგული ფაშიზმის წინააღმდეგ. ახლა თქვენ თუ რადიკალური ოპოზიცია ხართ მაინც და მაინც, უღმერთო და უსამშობლო და Deep State-ის შტაბ-კვარტირიდან იმართებით. რა თქმა უნდა იტყვით, ჩაიარა ახალმა წელმა და მოთხოვნა დაეცა. ამიტომ შემცირდა ფასები გოჭსა და ინდაურზეო. მაგრამ თქვენ არ ითვლებით. თქვენ არ გინდა დანახვა. ვისაც უნდა ის ხედავს მთავრობის ზრუნვას. იმისთვის გოჭი და ინდაური კობახიძემ გააიაფა. თონის რიგები კი მდინარაძემ აღმოფხვრა მთლიანად. ოღონდ მერე რას იტყვით, სხვა ყველა პროდუქტზე მართლა რომ განახევრდება ფასები. კი, განახევრდება. რატი პირობა დადეს, ესე იგი გუნდს აქვს მწყობრი ხედვა და გეგმა. და მე უკვე დღეს შემიძლია გითხრათ რა გაიაფდება პირველი. გაინტერესებთ? მოემზადეთ. ექსკლუზივი ვაშა გადაცემის მაყურებლისთვის. ინსაიდერული, კულუარული და სენსაციური ინფორმაცია პირველად ჩემს ეთერში. საგანგებო თქვენთვის. პირველი რაც უახლოეს თვეებში გაიაფდება, იქნება იონჯა. როცა მოვა გაზაფხულზე და აცე ვირება. აცე.